მოგესალმებით, ხაშურის ივერის უთუპარხი ეთერშია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ურეკში, სასტუმრო თბილისში, სადაც ჩვენი გუნდი ხაშურის ივერია ემზადება გონიოსთან მატჩისთვის. შეიძლება ითქვას უკვე მზადება დასრულებულია და ჩვენ გვაქვს საშუალება რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბროთ და მათი აზრი გავიგოთ დღევანდელ თამაშში. ჩვენი სტუმარი დღეს არის გიორგი დირებაშვილი. გიორგი, მოგესალმებით. სასიამოვნოა შენი ხილვა გულშემატკივრისთვის. უკვე დიდი ხანია გულშემატკივარი ელოდება შენ დებიუტს და დღეს მოვიდა დრო, როცა შენი დებიუტი შედგება და ორი სიტყვით გითხარი, რა მდგომარეობაა გუნდში, როგორ მოემზადა გუნდი და თავად როგორ გრძნობ ფიზიკურ კონდიციებში თუ ხარ მზად. მოგესალმებით, ჩემთვისაც დიდი პატივი არის ამ გუნდში თამაში. ჩვენ ნებისმიერ ჩვენი ფეხბურთელი, ვისაც გავუკეთებია რაიმე რეპორტაჟი, ვის შეგიწერიათ, ყველა ამაზე აპელირებს, რომ ჩვენთვის დღევანდელ ფეხბურთში, ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდი ფუფუნება, როცა თუნდაც მესამე ლიგის გუნდს ამდენი გულშემატკივარი ყავს და ესე ამხნევებენ თითოეულ თამაშზე მათ გუნდს. რაც შეეხება გუნდის სიტუაციას, ძალიან მოტივირებულები ვართ, მით უმეტეს განცდილი მასხის შემდეგ. ეს გუნდი ნებისმიერ თამაშზე გავა მოსაგებად, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენი ოპონენტი, ყველა თამაშზე გვიქნებით მოსაგებად, იმიტომ რომ თუნდაც აი ჩვენი ტრენერის ჩემი ტრენერის ხელმძღვანელობითაც დაახლოებით 20 თამაში მაქვს ჩატარებული წინა გუნდში და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ისე, რომ ჩვენ სადმე მეორე ნომრად გვეთამაშიათ, რომ ყოველთვის უწყობილ ნომრები ვიყოთ, მაგრამ როგორ ძირითად შემთხვევებში ყოველთვის გამოგვდის და ბიჭების ფიზიკურ კონდიციაში ბევრად უკეთესად არიან. საბურთალოსთან თამაში ცოტა დაგვეწყო დაღლილობა, იმიტომ რომ აშკარად კი ახალი შეკრებილი გუნდი და ჩვეულებრივი მოვლენა. დიახ, და თან რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც ძირითადი დაიწყო, რამდენიმე დღე ქონდა ნავარჯიშები, 10-12 დღე ქონდათ ნავარჯიშები, თან ქონდა საკადრო პრობლემებიც. წინა ხაზისთვის, წინა ხაზში ფლანგებზე და თავდასხმაში არ ყავდა სკამზე ის ფეხბურთელი, რომელსაც შეიძლება ახალი ენერგია შემოიტანათ. დღევანდელ თამაშს უკვე საკადრო პრობლემები, მაგრამ ფიზიკურ კონდიციებში ძირითადად გუნდი უფრო უკეთესად არის ვიდრე წინა თამაშებში და ეს ძალიან ველოდები ჩემ დღევანდელ დებიუტს ამ გუნდის მაისურს. გულშემატკივარი სულ მოუთქმოთ ელოდება, მინდა გითხრათ უამრავი გულშემატკივარი აპირებს ხაშურიდან ჩამოსვლას და ქომაგობა ნამდვილად არ მოგვაკლდება. რასელი დღევანდელი თამაშისგან? საკმაოდ რთული ბრძოლა იქნება. გონიო ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ფეხბურთელების სახით რაც ჩვენ ყავს, არც ის გუნდზე ნაკლები ფეხბურთელები არ ყავს და დაუშვათ დღეს თუ ჩვენი თამაშის და ჩვენი შესაძლებლობის 90%-ს გამოვიყენებთ, შემდეგ თამაშებზე 100%-ამდე აბა, იმიტომ რომ ჯერ მაინც შეთამაშება გვჭირდება, მაგრამ იმასთან შედარებით რაც წინა ტურებში იყო, ბევრად უკეთესად ვგზავნოთ ერთმანეთს, ბევრად უკეთესად ვგზავნოთ მოედანს და უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვართ რა. სამწუხაროდ დანაკლისი დღევანდელ შეხვედრაშიც გვაქვს, ხო? როგორც ვიცი. კი, სანდრო ხაჩიძე გვაკლია ყვითლების გამო, ასევე გვაკლია კამალი, ფორვარდი და სანდრო ჭანტურიშვილი ჩვენი ძალიან ძლიერი ზალა არის დიახ. გიო, წარმატებებს გისურვებთ დღევანდელ შეხვედრაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულშემატკივარი სულ მოუთმენლად ელოდება მატჩს, ბევრი ჩამოვა, ბევრი ჩვენს პირდაპირ რეპორტაჟი განხორციელდება, უამრავი ადამიანი უყურებს და კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ დღევანდელ თამაშში და შენ გუნდთან და ის მიზანი რაც აქვს ივერიას, აუცილებლად უნდა შესრულდეს. მადლობა. ჩვენი მომდევნო რესპონდენტი კობა ქებურია, ივერიის შემტევი ნახევარმცველი. მოგესალმებით კობა, მადლობა დროისთვის რომ გამონახეთ ჩვენთან სასაუბროდ. ჩვენ YouTube-ს ბევრი გულშემატკივარი უყურებს და საინტერესოა თქვენი აზრი. როგორ მოემზადა გუნდი დღევანდელი მნიშვნელოვანი მატჩისთვის? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებ თქვენს YouTube მაყურებელს, თქვენს გამომწერებს, ყველა ადამიანს, რომელიც ამ გვერდს უყურებს. მოსაზრებელ ეტაპს რაც შეეხება, ნაყოფიერად ჩავატარეთ ეს კვირის ციკლი. გუნდი ემზადება გონიოს თამაშისთვის. მნიშვნელოვანი თამაშია როგორც გონიოსთვის, ასევე ხაშურის ივერიასთვის, იმიტომ რომ ცხელში ისეთი სიმჭიდროვეა, ჩვენ დაბალ ზონაში ვართ, ისინი მაღალ ზონაში არიან, ჩვენ ქვევით დებით, ისინი გადადიან და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს ორივე გუნდისთვის და კაი თამაშს ველოდებით რა. რაც შეეხება გუნდის მომზადებას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა ეს კვირა და ვცდილობთ, რომ ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ რა. აუცილებლად უნდა გითხოთ თქვენ და გონიოს ურთიერთობა, გონიოს ფეხბურთელი იყავით. აინტერესებს გულშემატკივარს, ახლა უკვე
მოწინააღმდეგის გუნდში ხარ და დარწმუნებული ვარ თავს არ დაზოგავთ თქვენი დღევანდელი გუნდის წარმატებისთვის. ბატონო, ანუ გონიოსი ჩემი მოკლეხნიანი პერიოდი, საკმაოდ კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ გუნდში იყო როგორც მეგობრული სიტუაცია, ისე ყველანაირად დაალაგებული სიტუაცია და თავს კომფორტულად ვგრძნობდი, რა თქმა უნდა, ფეხბურთია და ზოგჯერ ტოვებ გუნდს, ზოგჯერ სხვა გუნდში გადადიხარ, ეს უკვე თვითონ შიდა სამზარეულოა და ფიზიკურად ვერ ვილაპარაკებ ამ ყველაფერს. რაც შეეხება ხაშურის იუერიასთან გადმოსვლა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იმიტომ რომ გუნდში ისეთი კაი გარემო დამხვდა, რომ კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ყველა მეგობრულად ვართ ერთმანეთთან გაწყობილი და წინ დიდი მიზნებისკენ მივიღწევით რა და რაც შეეხება გონიოს წარმატებებს ვსურვებ მაგათ და როგორც არა დღევანდელ შეხვედრაში. და ბოლოს უამრავი ხალხი მოდის მაყურებ გულშემატკივარი დღეს ჩვენი გუნდის თამაშზე. ბევრი პირდაპირ ეთერი იგეგმება ტელევიზორიდან მიადევნებს თვალს. რას ეთქვი ივერიის გულშემატკივარს? ივერიის გულშემატკივარს ვეთქვი, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან და მინდა რომ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ როგორც წინა თამაშებში გვერდში დაგვიდგნენ და გვიქომაგონ და ჩვენ კიდე არაფერს არ დავაკლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ სათამაშოდ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ ეს თამაში. მადლობა კობა, წარმატებებს გისურვებთ ისე როგორც დღევანდელ შეხვედრაში, ისე მთელი სეზონის განმავლობაში. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. აიხარეთ, თქვენც ასევე მადლობა. მომდევნო რესპონდენტი ნიკოლოს გოგოხია. მოგესალმებით ნიკოლოს, მადლობა დროისთვის, რომელიც დაგვითმე და დიდი ინტერესია დღევანდელ მატჩში და თქვენს იგივე კითხვით მოვართავე. როგორ მოემზადა გუნდი ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის? მადლობა მიესალმებით თქვენ მაყურებელს. რაც შეეხება შეკითხვას, ჩემი აზრით ეს მოსამზადებელი პერიოდი რაც ჰქონდა, ის დრო მაქსიმალურად გამოიყენა გუნდმა და ჩემი აზრით კარგად ვართ მომზადებული. ბიჭები განწყობა ყველანაირად, როგორც მოედანზე, მოედნის გარეთ და მზად ვართ დღევანდელი თამაშის. საკმაოდ რთული თამაში გველოდება, გონიო ლიდერთა შორის არის, გადასასვლელად ბრძოლობს. ჩვენ კი ჩვენი მიზნები გვაქვს და ჩვენი ამოცანები. რასელი დღევანდელი მატჩისგან? პირველ რიგში ველოდები როგორც გავიგე, მაყურებელი მოდის. მაყურებელი მოდის ხაშურიდან. ნამდვილად დიდი რაოდენობით მოვა და გააგრძელებს კომაგობას. ივერი არენას ატმოსფერო უკვე თქვენ იცით და ნახეთ და გამოცადეთ საკუთარ არ თავზე. ქონდა გამოცდილი და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან დიდი მუხტი მოგვცა იმ გარემომ, რაც იყო იქ ხაშურში და როგორც ვიცით, დღესაც ჩამოდიან და ველოდებით მაყურებელს და რავი თამაშს ველოდები, ბრძოლას ველოდებით. ძალიან ხა რა თქმა უნდა თვითონაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან, ჩვენც ჩვენი მიზანი გვაქვს და ორივე გუნდი ესე მოტივირებული ვართ, ასე ვთქვათ, სამი გოლისთვის რა. საყდენი ნახევარმცველი ხარ და ძალიან ხშირად აქ ბურთი რაც კარგია და თავისუფლად გადაადგილებული მოგწონს ამ პოზიციაზე თქვენი პოზიცია ეს. ბავშვობიდან როგორც ესე გამოყვეთილი ყოველთვის არც გვიანზე ძალიან იშვიათად ყოველთვის ექციონზე და მომწონს რა თან კონტაქტი ესე უხეშობები რო ვთქვათ რა საფეხბურთო იმით რო ვთქვათ წარქმევები ესე ვთქვათ გადანაწილებები და ჩემი აზრით რა თავიდან რომ მქონდეს არჩევა ამ პოზიციის სადმე რომ იგივე საურჩევდი აუცილებლად რა. წარმატებები მინდა გისურვოთ დღევანდელ მატჩში, კარგი საფეხბურთო გარემო, მშვენიერი ამინდია, საღამოს 7 საათზე კიდევ უფრო სიგრძილი იქნება ალბათ და წარმატებებს გისურვოთ ნიკოშ დღევანდელ შეხვედრაში, ისე მთელ სეზონზე და ჩვენი მიზანი რაც არის აუცილებლად უნდა შესრულდეს და მჯერადად თქვენ ყველაფერს გაიღებთ ამ მიზნის შესასრულებლად. მადლობა ჩვენს გჯერა და რა ყველაფერს ვაკეთებთ ბიჭები ამ მიზნის მისაღწევად. დიდი მადლობა. მადლობა.